მე მინდა აქვე ვიმართოთ თხოვნით ამ უცხოიტირო ქართული ოცნების თავრობის ხარდამჭერებს. მიდით და შეეკითხეთ ბიძინა ივანიშვილს, სოზარ სუბარს, ირაკლი ღარიბაშვილს და მათ გვერდით ყოფ სხვა ნაძილებს. თუ რის გამო 2 საათის მანძილზე ბორკილებით აწამებდით ყოფილ მჯავრდებულ რევა შაინძეს ქალაქ ბათუმის ნომერ 3 საპყრობილეში, ანუ ციხეზე 2021 წლის 23 ნოემბერს 2 საათის მანძილზე რის გამო ამტრევდით ხელებს ბორკილებით რევა შაინძეს, იმის გამო რომ რევა შაინძეს აი ასეთი ლექსები არ დაეწერა, წარეს სიმართლე რომ არ დაეწერა და საჩივრები რომ არ დაეწერა ამ თავრობის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო. მიდით, კითხეთ, რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი 2013 წლის 29 დეკემბრიდან დღემდე ჩვენს მიმართ. სად არის სასამართლო? რომელია მოსამართლე? ერთ-ერთი თუ ყავთ, რომელია მოსამართლე? ესენი ხო ყველანი სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი გადმობარებული ჯალათები ყავს ხალხო. ბიძინა ივანიშვილს. ვინა პროკურატურაში მოიკითხეთ. მე მკითხეთ, მოდით და მეგეტყვით, ვინა პროკურატურაში. სადაა ციხეზე რო ყავთ თვითონ იუსტის უმაღლეს საბჭოში მონიტორინგის სამსახური. რას ლაპარაკობთ ხალხო? ვისი გჯერათ? ესენი სულ ყველანი ნამდვილი ჯალათები არიან. მე მინდა მათ შვილებს მიუმართო თქვენ, რომლებსაც რო გჯერავთ, რომ პატიოსანი და კეთილსინდისიერი მამები და დედები ყავთ, ციხის სოციალური მუშაკები შათვლით. არა, და ციხის თანამშრომლები შათვლით. არა ხალხო, 97% ციხეებზე სოციალური მუშაკებიდან დაწყებული, ციხის თანამშრომლებიდან დაწყებული, ისინი ჯალათები არიან. ყველანაირი სიბილწის და სიბინძურის კადრებლები არიან. 23 ნოემბერს 2021 წლის დილით 10 საათზე გამეტაცეს საგნიდან და 2 საათი ბორკილებით მაწამეს. ხელებს მამტრევდნენ. ამის ვიდეო მტკიცებულებები არსებობს ხალხო. ქვემო ქართლის პროკურატურიდან გამოთხოვილი მაქვს და განჩინება დღემდე არ არის, რომ პენტენციურ სამსახურის თანამშრომლებმა ის ჩემი ვიდეო რომ მომაწოდონ განჩინების საფუძველზე, რომ ეს გავასაჯაროო და ხალხმა ნახოს და ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდა დღემდე ისევ თავის ქებით არიან დაკავებული, რომ ჩვენ უპატრიოტესი, არა პატრიოტი, არამედ უპატრიოტესი მთავრობა ვართ, რომ არა ხალხო, დადგება დრო, დადგება უახლოეს მომავალში ის დრო, რომ ეს პირსისხლიანი სამივე რეჟიმები დაიჯება. ქართველი ხალხი ამას არ აპატიებს და არც დრო უპირველეს ყოვლისა. ისტორია არ იციან ხალხო. წიგნი არ აქვს წაკითხული, ბრბოთა ჯოგი ყავს ბიძინა ივანიშვილის გვერდზე. ბრბოთა ჯოგი თვითონ ბიძინა ივანიშვილს შეხედეთ ხალხო, რას გავს. ადამიანს შუბზე აწერია, რომ ავია. ეს შხამიანი ჭინკა ეს. რა უნამოსო და უცხოირპირო ადამიანია. მე ამ ნაძირალას ხალხო თითქმის 40 წელია ვიცნობ. თქვენ კი გუში ნახეთ და გჯერათ. ეხ როგორ მეცოდებით, რო იცოდეთ, რომ თქვენ შვილებს ართმევთ მომავალს, ვისზე ზრუნავთ, რას ფიქრობთ? ნეტავ ვიცოდი. რას ელით კიდე კარგს ბიძინა ივანიშვილისგან და ამის ირგვლივ მყოფი ბრბოთა ჯოგისგან ხალხო. გამოვხიზდით ქართველებო, გამოვხიზდით.